ქართველი მეიარაღერკინის ქართველი მესაიდუმლე ამ ეპითეტებით მოიხსენიებენ ჩვენშიც, მაგრამ უფრო ხშირად ევროპაში. იქ სადაც საქმიანობს და დაიმკვიდრა თავი მხატვარ რესტავრატორია, საავტორო იარაღების შემქმნელი, მისი ნაკეთობები 100-მდე თუ 100 მეტ უბრალოდ მუზეუმში, კერძო კოლექციასა და გალერეაშია დაცული. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრიცაა და ნიდერლანდების კავშირის წევრიც. ხალხური რეწვის ოსტატი 30 წელია ნიდერლანდების სამეფოში ცხოვრობს, სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ათეულობით გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა, საუკეთესო ნამუშევრებისთვის 15-ჯერ აქვს აღებული გრან-პრი. და ნიდერლანდების კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც არის დაჯილდოებული. სხვათა შორის, რა თქმა უნდა, როგორც რესტავრატორს უთანამშრომლია ჩვენს ეროვნულ მუზეუმთანაც, ბოლო დროს თბილისის ყოველწლიურ ნაით შოუში მონაწილეობს და ახლაც თბილისში რადგან იყო ძალიან მთხოვეთ გწვეოდა თავის შედევრებთან ერთად მე არ გამიჭირდება амის აღიარება. გოჩა ლაღიძეს მთხოვრ ჭედელს მესაჭურბლეს ჩემი დახმარება დაჭირდება, უნდა შემოვატანინო. გთხოვთ შემოგვიერთდეთ და თან გონისე მოგვეხმარება თქვენი იარაღების შემოტანაში, თქვენი საავტორო იარაღების შემოტანაში. პატივი უკვე ხელთ მეჭიროს. მადლობა. იცი რა, აი როგორც აწყობს ახლა ონისე, ხო, აი ასე მინდა რომ წარმოგვიდგინოთ პარალელურად რა არის ეს რით აღჭურვავთ დღეს ეთერში. ეს არის გამარჯობა პირველ რიგში. გამარჯობა, მოგესალმებით. ქართული გორდა, რომელიც დამზადდა ეროვნულ მუზეუმში დაცული ბაგრატიონების გორდახმის მიხედვით, თუმცა ესკიზი შევცვალე და დავარქვი მე ვარ ავი მუსაიფი კახტბატონის ირაკლისა, ოქროს ასოებით აწერია. ავი მუსაიფია, ხო? ავი მუსაიფი. ძალიან ისეთი ჩიტებით არის შემკული. ეს ინკრუსტრირებულია შიგნით ეს. ბაჯაღლო ოქროთია მოჭედილი და ოქროს მავთულით არის ჩაჭედილი ეს საშუალება მაყურებელს რო ვაჩვენოთ. შემკულია 12 ლალის თვლით, ინდური ლალი ტარზე. ხო, ეს არის რაღაცა საოცრება. კიდე რა მოგვიტანეთ? შემდეგი არის ირანული ტიპის ხმალი, რომელიც 2013-ში დავამზადე, ახლა გამოფენაზე ჩამოვიტანე, რადგან მთხოვეს, რომ ეს ხმალი ჩამომეტანა. მიუძღვენი გიორგი სააკაძე, საერთოდ მიყვარს ხოლმე, რომ ნამუშევრებს რომელიღაცა ესეთ გმირს მიუძღვენს. არის ძალიან მაგარი ხარისხის ფოლადი, ბულატის ფოლადს ვეძახით ჩვენ ამას, ქართული ბაწარაული და ესეც ოქროთი მოჭედილი. წარწერები აქვს ირანულად. ეს არის ეხლა თქვენ ახსენეთ გიორგი სააკაძე, ხო? ეს ერეკლე მეორე. ერეკლე მეორე. ანუ ეს არის რაღაცა ისე იგი დაცული ექსპონატები, მაგრამ თქვენებური ვერსია, ასე შეიძლება. თქვენებური ინტერპრეტაცია. ასევე ზუსტი ასლები შესრულებული ერეკლეს ხმლის, რომელიც ნიდერლანდებში მაქვს, ის არის გრამის მიათედებშიც იმეორებს ორიგინალს. მაგრამ ესენი არის აბსოლუტურად, აი როგორც მხატვარი ხატავს ერეკლეს პორტრეტს, ჩემი მხრიდან ეს გრამის მიათედები ნიშნავს, რომ რამდენსაც ესკიზია გაკეთებული ამ შემთხვევაში და დამშავებული და მაგრამ მაინც ტრადიციული ფორმები და ტრადიციული ხასიათი აქვს. ონისი, აბა ეს რა? ეგ მე მგონია რომ რაღაცა უნდა გაიკეთო. სად? ხარზე ალბათ, არა, ხარზე აგერ არის ყველაფერი. შეიძლება რომ გავშალო? რა თქმა უნდა. წელზე კეთდება? დიახ. წელზე უნდა გაიკეთო, კამარის, ხო და შემდეგ ამით იშიშვლებ. ანუ რეალურად რაღაც მატყუ არა, როგორ არის კეთილი? ხო, მოხრილში როგორ ჩადი? შეიძლება ჩადო. როგორ არა, კი, რა თქმა უნდა. თვითონ მიყვება ეხლა ძალიან დრეკადი და აბსოლუტურად იბრუნებს თავის მეხსიერება, ასე რომ ვთქვათ. ფოლადი. დიახ. რა თქმა უნდა, ფოლადი. ანუ ეს იმ შემთხვევაში, როცა არ გინდა რომ ვინმე გაიგოს, რომ იარაღი გაქვს თან, ხო? ეს როდის ხმარობდნენ ასე? საქართველოში ეს ჰქონდათ, აი ამბობენ, რომ დავით აღმაშენებლის 300 რაინდი რო შევიდა, ესეთი ხმლები ჰქონდა დამალული. და უჭირს ეს ლეგენდა არის. გამიჭირდა. თავისებური ის უნდა ძალა მე მგონი, არა, ძალა არა, მორგება უნდა და ძალა უნდა რომ და შემდეგ ეს არის წელზე კეთდება და შემდეგ იკრება უკვე წრეს აკეთებს თვითონ ტარიც ფორმაში. ტარიც იხრება, კი.
არასაოცარია. და ეს არის აღმოჩენილი საქართველოში ასეთი საქართველოში არსებობდა, მე ნანახი მაქვს, ჩემთან სარესტავრაციოდ მოხდა მე-19-ეს ერთადერთი სხვა არსად არ მეგულება და ისე მომეწონა იდეა, რომ შემდეგ ჩემი ეს ანუ ვიჯამ უბრალოდ კამარი გაცვია რა. ხო, კამარი და შენ თითქოს შენი ღბულიც არის, რომ მე შეუერაგებელი ვარ. ხო. აი ეს მინდა რომ ეკრანსაც დაინტერესდეთ ახლა. სიურპრიზი იმალება ამ სატევარში. ეს არის ასევე თბილისური სატევარი ქვია. ერთი ხდება ორი. და შეიძლება მე ორი უფრო ალბათ ორი ხელით ხო რომ გააგრძელოთ დიახ, როდესაც ჩოხაზე არის ატარებდნენ, აბსოლუტურად ერთი სატევარია, მაგრამ უცბად შეიძლება გახდეს თორე და აი მაგალითად ხრიდოლის ბრძოლაში შეიძლება გამოიყენო ამ შემთხვევაში ეს შეგიწყოს. მოწინააღმდეგესთვის სურპრიზი არის, სურპრიზია, იმიტომ რომ ერთი კი არა, ორი ხმლით შეიძლება მე რომ უკვე ბრძოლას. და ეს არის პატარა. ესენი დავამზადე სპეციალურად ნაივ შოუსთვის და პატარა იცით რა, სანამ გითხავთ აი ამ ხო იარაღის და დანების გამოფენის შესახებ, რომლის გამოც თბილისში ხართ ისევ, ეკრანზე ჩვენ ხედავთ ეხა აბჯარს, ხო? რომელმაც გოჩალა, ხით ეს მოუტანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება და წარმატება და მინდა რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. 1997 წელი იყო, როდესაც ნიდერლანდების სამეფო საჭურვლის ოკეი, ხა შეგიძლიათ დაბძანდეთ, ჩვენც დავждეთ რა და ესე ვისაუბროთ ამ შედევრებზე. ისტორიულზე რა თქმა უნდა. ამ ესე იგი უდიდესი მუზეუმია 97. მიმიწვიეს ღია კარის დღეზე, სადაც ვაჩვენე ორი დღე მონაწილეობდი ამ ღია კარის დღეზე ჯაჭვის პერანგის მოქსოვის ტექნოლოგია. შემდეგ რამდენიმე შეხვედრა მქონდა, რაზეც ვკითხეს, რომ აი ესეთი ნივთის დამზადება თუ შეგიძლია და მომივიდა წერილი ამ სამეფო მუზეუმიდან გვირგვინებით ნიდერლანდების დიახ. ერთ-ერთი 5 უდიდეს მუზეუმში შედის, სახელმწიფო მუზეუმი, თავდაცვის სამინისტროს მუზეუმია. და იქ წერილში მთხოვდნენ, რომ თუ შეგიძლიაო ეს ფოტოები ახდათ, ან ჩვენო გვაქვს 400 წლიანი იუბილე 80 წლიანი ომის დასასრულის ზავის ხელმოწერის და ამას უძღვნით რამდენიმე დიდი მუზეუმი, მათ შორის რაიქსმუზეუმი გამოფენებს. და სამხედრო მუზეუმი სამხედრო განხრით და ეს პრინც მაურიც ორანელი იყო ნიდერლანდების არმიის ჩამომყალიბებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა სამხედრო თვალსაზრისით. იყო ფაქტიურად მეფეები არ ყავდათ, მაშინ იყო სახელმწიფოს მმართველი იყო, სტატჰაუზერ ესე. შემდეგ ეს ორიგინალი აბჯარი არის ვენის ხელოვნების მუზეუმში, ჰოფბურგში, რომელიც თვითონ პრინცმა აჩუქა არცერტოგ ფერდინანდს თავის დროზე. და ის მერე დაცულია იქ და ეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მოხდა ხელშეკრულება, რომ ეს შემესწავლა, ეს დამეშალა და გამეზოლა. ანუ ვენის მუზეუმში ჩასულიყავით, ის ორიგინალი აბჯარი შეგესწავლათ. შესწავლა გულისხმობს დაათვალიერო და შეიძლება დაშალოთ. დაშალო, რა თქმა უნდა. შემდეგ რო ვიმჟელეთ, ჩათვალეს საჭიროდ რომ ამის უფლება მოგვცათ ვენ ავსტრიის მხარემ. ну, რა თქმა უნდა, კი, ჩემთვის დიდი მოვლენა იყო, ისე ველოდებოდი და შემდეგ უფრო პრაქტიკულად გააკეთეს ეს აბჯარი ჩამოიტანეს ნიდერლანდებში. 1 წლის მანძილზე გამოფინეს და ამ გამოფენის დროს შემეძლო უკვე შესწავლა. დიახ. და იმისთვის რომ გაგეკეთებინათ ანალოგი, ხო? ასლი. და გააკეთეთ ეს ასლი, რასაც როგორც ჩვენ ვიცით თქვენს ინფორმაცია მოყვა უკვე არაერთი სახელმწიფო შეკვეთა და დიდი აღიარება. იმიტომ რომ ეს პრინცი არის, ის პრინცი თუ არ მეშლება, ვინც ესპანეთის ესპანელებისგან რომ გაათავისუფლა, ხო? ნიდერლანდები. კი ბატონო და მისი ღვაწლის აღსანიშნად ეთყობა საიუბილეო წელი იყო და მაშინ შეგიკვეთეს გასაგებია. რა ტიპის შეკვეთები შემოდის კიდე? აი ნიდერლანდების სამეფოს, სახელმწიფოს რა აინტერესებს კიდე? მაგალითად ამ პროექტს მოყვა ძალიან დიდი პრეზენტაცია, ოფიციალური აუდიტორია და მედიის ყურადღება, ტელევიზიები, ჟურნალები და შემდეგ იმ წუთშივე, აი სულ რაღაც რამდენიმე დღის მერე მომცეს სხვა მუზეუმმა უკვე დამიკვეთა იანვან შხაფელარი, ესეთი ეროვნული გმირია ნიდერლანდების, რომელმაც თავი გასწირა თავისი ქვეყნის, თავისი მეგობრებისთვის, შეიძლება ესე ვთქვა. იმის სიმბოლური აბჯარი, მე-15 საუკუნის გოთური საჭურველი,
ეს დაცულია ბარნაველდია ესეთი ქალაქი მუზეუმში. შემდეგი იყო ბავშვის საბჭარი. ეს მაშინ დედოფალი იყო ბეატრისი, რომელსაც თავის კოლექციაში ჰქონდა პორტრეტი პრინც მარიც ორანელის, რომელიც იყო 14 წლის. და აცვია ეს საჭურველი და ამ პორტრეტის მიხედვით დაამზადე დაკვეთით ეს საჭურველი. შემდეგ იყო შუბოსნის საჭურველი. ფაქტობრივად ეს 4 დიდი შეკვეთა იყო ნიდერლანდების სახელმწიფო დაკვეთები. შემდეგ ძალიან ბევრი პატარ-პატარა დაკვეთები სახელმწიფოდან. შემდეგ შვეიცარიის მუზეუმიდან მქონდა 3 დიდი დაკვეთა, მუზარადები. ბატონო გოჩა, თქვენ ხო მონაწილეობთ სხვა გამოფენებში, საეთერო სთხოვრო ყური თუ შეიძლება რომ ჩაგვიხუროს. ძალიან ბევრ გალერეაშია დაცული თქვენი ნამუშევრები, კერძო კოლექციებში და მუზეუმებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კითხოთ დღეს თანამედროვე კერძო კოლექციონერებს, მაგალითად, აი რა უფრო აინტერესებთ, რას ეტანებიან, რას ყიდულობენ, რის ისტორიას იკვლევენ და იცით ეს რატომი და კითხოთ, იმიტომ რომ თქვენც ხო უკვე მე-4 წელია, როგორც მე ვიცი თუ არ მეშლება, იმართება ეს knife show, ესე იგი იარაღების გამოფენა, ხო, იარაღების გამოფენა საქართველოში და აქტიურად თქვენც გიწვევენ და ჩამოდიხართ და მონაწილეობთ. აი, რო შევადაროთ საქართველოში კოლექციონერების თუ არსებობენ, თუ გამოხატავენ ინტერესს ნამუშევრების მიმართ და როგორია ეს ინტერესი დასავლეთში, ევროპაში, სადაც თქვენ უფრო გაღიარებენ, გიცნობენ და სადაც ხართ დამკვიდრებული. პირველად მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ძირითადი სამსახური, ესე რომ ვთქვათ, არის რესტავრაცია, ანტიკვარიატის, ძველი ნივთების, ხელოვნების ნიმუშების. ეს პროექტები ასევე ჩემი პირადი პროექტებია და ასევე დაკვეთებსაც ვიღებ. და საქართველოში 3 წლის წინ შარშან მესამე წელია უკვე ჩამოვდივარ knife show-ზე, ძალიან მიყვარს ესეთი სახის გამოფენები და ჩემდა მოულოდნელად შემოვიდა ერთი ახალგაზრდა კაცი, ეს წელის კამარი, ეს რა ორი, აი მენწუში იქ არ ვიყავ. მეგობარი იყო და ფასი იკითხა და ამას ვიღებ, აი ესე დაინტერესდა. შემდეგ დამიკვეთა კიდე რაღაცები, ახლა კიდე ჰოლანდიაში ჩამომაკითხა მე სპეციალურად, ჩემთან იყო ჩამოსული. ეს ხმალი შეიძინა, ახლა სპეციალურად მისთვის ჩამოვიტანე და შემდეგ არიან კიდე კოლექციონერები, ქართველები, რომელსაც აი ჩემი ნამუშევარი, ჩემი სახელი რო აწერია და რა თქმა უნდა, როგორც ნივთს უყურებენ და ამ დროს უყურებენ, ვისი დამზადებულია. და ევროპაში თქვენ იქაც ხო ასეთი შოუები? ევროპაში მქონდა ძალიან დიდი დაკვეთა შვეიცარიიდან, შვეიცარიელმა ქართველი მეუღლე ყავს, იმან დამიკვეთა ჩოხის მთლიანი ახაზმულობა. ძალიან ისეთი პროექტი იყო, 4 წელი მიდიოდა ეს პროექტი კომპლექსური, 2 ხმალი, ხანჯალი თავის კამრებით, ქილებით და ბიუჯეტი ჰქონდა, რა ვიცი, თუ გაგიმხელთ 160,000 евро. ეს მთლიანი ჩოხის, მაგრამ ძალიან ბევრი ეს ძურფასი ლითონი წავიდა, ხარჯი და საკმაოდ გასავალიც ბევრია. ძალიან მაგარი პროექტი. იცით მე რა მაინტერესებს? აი როცა ეს უცხოელები ყიდულობენ თქვენს ნამუშევრებს, გასაგებია რომ გოჩა ლაღეძის უკვე სახელია და ამიტომაც ინტერესდებიან თქვენი ნაკეთობებით, მაგრამ თქვათ ახლა არ ვიცი, ირეკლე მეორეზე, ან იგივე გიორგი სააკაძის შესახებ, თან დამატებით ხო უყვებით თქვენ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყველა კოლექციონერს აინტერესებს ნივთის წარმომავლობა, ხო? ან თქვათ რა ისტორიას აღვიძებს ესათვის ნაკეთობა? იცით როგორ არის კოლექციონერი არის როგორ გითხრათ, აი კანკალებს ხელში რო იღებს, ისე რაღაცნაირად იარაღი, როგორც იაპონელებში არის ხმალი გენეტიკურად აქვს, ასევე საქართველოში არის იგივე ხმალი არის ქართველისთვის, ხმალივით მართალი კაცი არის გამონათქვამია, ქართველო ხელი ხმალს იკარდა. იარაღი ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს და ეს განაპირობებს შემდეგ უკვე კარგი ხარისხის იარაღი მოწონთ და ისტორიას უყვებით საქართველოს ისტორიას, აი ეს მე რა თქმა უნდა, მე 20 წელია გამოფენებზე შოუზე გავდივარ ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში, გერმანიაში, ბელგიაში და 20-მდე ჯილდო მაქვს აღებული, 15 გრან-პრი და დანარჩენი best art knife. იგივე გრან-პრია, ოღონდ და აბსოლუტურად სულ კავკასიური ხასიათის იარაღები და ეს იგივე არის შენი ქვეყნის
კულტურას რო აჩვენებ ევროპას. ხო, კითხვებს გისვამენ და თქვენც რაღაცას უყვებით, ხო, საქართველოს შესახებ, აი ეს მინდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთან რო ვიღვიძებ, საქართველოს ვიღვიძებ და არა, ამაში დარწმუნებული ვარ, მე მაინტერესებს რამდენად ეხმარება ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას დასავლეთში. აბსოლუტურად, აი სტუმარი რომ მოდის, კლიენტი იქნება თუ მეგობარი, საქართველოს ხო, ინტერესდებიან. მე ალბათ მეც კითხულობენ, ხო? ეხლა მაგალითად ხდება ცურვილი ჩამოსვლა. აბა რა. ისე საქართველოში აი ნაივ შოუზე უცხოელებიც მოდიან. ნაივ შოუზე, აი ზუსტად ეგ მინდოდა ეხლა სოფლიოში არიან ძალიან ცნობილი მეიარაღეები, აი რომელიც ატლანტაში ტარდება ყველაზე დიდი შოუ, Blade Show ესე ქვია. და მისი გამარჯვებულები ყავს ახლა სტუმრად. ფრანგი ჟან-ლუის რეგელი და ვერონიკა ლაურენტ ქალბატონი, ჭედლები ორივე, იარაღის ოსტატები. პრიზიორები, აი ვარსკვლავები რო თქვა და ესე უთხარი უბრალოდ ხომ არ დაინტერესდებით საქართველოს მეგობრობთ ახლა ეს ხდებით. და იმ წუთშივე ყოყმანის გარეშე გაინტერესებსო და ახლა არიან ჩამოსულები ხვალ. ჩამოვიდნენ. დიახ, აქ არიან უკვე. შენია. ანუ აინტერესებთ აქ არქივობრივი ოსტატების მიერ დამზადებული ნამუშევრები სხვა წეთყობა თქვენს გულშემატკივრობენ. ძალიან ბევრი ბალტიისპირელი ყავს სტუმარი ახლა 5 თუ 6 ოსტატი და ძალიან კარგი შოუ გვექნება ხვალ ბილტმორის სასტუმროში 12 საათზე არის გახსნა. კი ბატონო, მართლა რა რთულია გამომშვიდობება, ეხლა რომ უნდა წაიღოს ეს ყველაფერი, ერთი სულება კიდე ცადდა და კიდე გავაშიშო. თვალყურს რომ კოლექციას და იმ ნამუშევრებს რაღაცა კლასიკური ეს არის ქალბატონი ვერონიკას ნამუშევარი. ეს უკვე მათი ნამუშევრებია ხო, მაგრამ ზოგადად აი ამ ხელოვნება თავისთავად ეს ყველაფერი ცხადია და ისტორია ხელოვნება რომელიც გიყვება უამრავ რამეს ხო და ყველა ქვეყნისას. ძალიან საინტერესოა და ძალიან ორეთ წარმატება მინდა გისურვოთ და რა ვიცი მეც ვისი ამოვნი ამ ყველაფერს შევეხე და შეხება მქონდა ახლა ამ ყველაფერთან. მადლობას გადაგიხადოთ. გადაცემაში მონაწილეობისთვის თქვენი ნაკეთობები რო ესე ახლოს წარმოგვიდგინეთ, გოჩა ლაღიძეს მჭედლს მესაჭურბლეს რესტავრატორს, მხატვარ რესტავრატორს ვსტუმრობდით და მასპინძლობით უბრალოდ ხო, რასა როგორი სიტყვები და რა მკობენ ხო? ქართული რკინის ქართველი მესაიდუმლეო, აი ესე არის ხშირად მოხსენიებული. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით თქვენ და გავიდეთ რეკლამაზე. რეკლამაზე გავიდეთ, რამდენიმე წუთში დავუბრუნდეთ. კარგი გავიდეთ რეკლამაზე და დავუბრუნდეთ.